გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სხვა უწყებების ჩართულობით იწყებს ახალ საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია ტყის ეკოსისტემის დაცვა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და უკანონო მოპოვების პრევენცია. დავით დამენია ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე შემოგვიერთა, მოგესალმებით დილამშვიდობის. მოდით დავიწყოთ საუბარი იმით, თუ რატომ გახდა საჭირო ამ კამპანიის წამოწყება ახლა. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. აღნიშნული კამპანიის წამოწყება საჭირო გახდა იმიტომ, რომ კანონი გაცილებით გამკაცრდა, ვიდრე აქამდე იყო და ჩვენი თვითვიზას ვინაიდან არ წარმოადგენს მოქალაქეების დასჯა და მხოლოდ კანონის გამკაცრება, გვინდა რომ მათ სრულად მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ნებსით ან უნებლიეთ მათ არ ჩაიდინოს სამართალდარღვევის ფაქტი და არ აღმოჩნდნენ იმ სამართალდარღვევის სანქციის ქვეშ, რასაც თვალისწინებს უკვე კანონმდებლობა. რამდენად ეფექტურია ხეთქის უკანონო მოპოვებასთან ბრძოლა და წინააღმდეგ ეს ახალი კანონპროექტი? ზოგადად კანონს თავისი მსუსხავი ეფექტი ყოველთვის გააჩნია და ბუნებრივია ეს აისახება კიდეც სტადებით ტენდენციისკენ, როცა სტატისტიკური მაჩვენებლებიც გვაჩვენებს, რომ კლება გვაქვს წლიდან წლამდე. უკანონო ჭრის აღნიშნული ცვლილებები შევიდა მაისის თვეში ძალაში და მაისის თვიდან დღემდე არ გაზრდილა უკანონო ფაქტების რაოდენობა ამ პერიოდში, პირიქით გვაქვს სტაგნაცია და კლებაც კი რიგ შემთხვევებში. და რას გულისხმობს ეს ცვლილება და რა შემთხვევაში შეიძლება დადგეს პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა? ცვლილების შინაარსს რაც შეეხება ცვლილება ითვალისწინებს შემდეგ ხასიათის ნორმატიულ მოწესრიგებას. პირობით თუ კი მანამდე გქონდა რომ როცა სუბიექტი ჩაიდენდა უკანონო ჭრას იყო სანქცია 2000 ლარი და განმეორებით შემთხვევაში უკვე გქონდა ასევე 5000 ლარი სანქცია, ეს 5000 ლარი უკვე აღარ არის და გვაქვს 2000 ლარიანი სანქცია პირველად შემთხვევაში, ხოლო განმეორებითობის შემთხვევაში გვაქვს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. რაც ითვალისწინებს უკვე პატიმროს 5 წლამდე ვადითაც კი გააჩნია. ამას არ აქვს მნიშვნელობა რა ღირებულების ხეთქე იქნება მოპოვებული? რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს. განმეორებითობის შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ პირველად შემთხვევაც კი შეიძლება სისხლის სამართლებრივად დაკვალიფიცირდეს. მაგალითად, თუ კი ზიანი აღემატება 1000 ლარს, ანუ იმ ხის ჭრის შედეგად მიყენებული ზიანი, რომელიც გარემოს მიადგა, თუ კი გასცდა 1000 ლარს, აქ გვაქვს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები. კითხვა გამიშთა ახლა. აი, თანხაში როგორ ახოს უყვარს ეს სიტყვა კონვერტირდება მოჭრილი ხე, ანუ თქვათ პირობითად პირმა მოჭრა 5 ხე 1000 ლარს აღემატება ზიანი, თუ აი ხის ღირებულებიდან თუ ჰაერის ზიანიდან თუ გარემოზე მიყენებული ზიანი. ამისათვის არის სპეციალური ფორმულები, რომლებიც ითვლიან არა მხოლოდ მერქნის ღირებულებას, არამედ გარემოზე მიყენებულ ზიანს და ამ ზიანის გამოსასწორებლად რაც საჭირო არის შემდგომ ღონისძიებებს დაახლოებით ამას გულისხმობს ფორმულა და შესაბამისად გამოითვლება კიდეც მიყენებული. ანუ რამდენიმე კომპონენტისგან შედგება ეს ფორმულა. იცი რა მაინტერესებს, აი ყველაზე მოწყვლადი დავარქვათ ალბათ ხო რეგიონები რომელია სადაც თქვა შეინიშნებოდა და შეიძლება შეინიშნება ხეთქის უკანონოდ მოპოვება. უნდა ითქვას რომ თანაბრად არის გადანაწილებული მეტნაკლებად და უკანონო ჭრის ფაქტები. ამას ახავს თავისი პრეისტორია, რომელიც მოდის 90-იანი წლებიდან, ვინაიდან ხეთქი იყო რეალურად ის ბუნებრივი რესურსი, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი მოქალაქეები 90-იან წლებში და 2000-იან წლების დასაწყისში, როცა ენერგორესურსების დეფიციტი იყო და რო არ გაყინულიყო მოსახლეობა დღეს მოიპოვებდა. ამან ინერციის პოვა გაგრძელება თანამედროვე პერიოდშიც, თუმცა ეს კლებისკენ მიდის ყველა რეგიონში აღსანიშნავია ბოლო წლებში. მონიტორინგი როგორ ხორციელდება ტყეების და რამდენად ჩართულია ამ ყველაფერში უკვე თანამედროვე ტექნოლოგია? მიუხედავად იმისა, რომ სატყეო დარგი ზოგადად კონსერვატიული დარგია, აქაც რა თქმა უნდა აქტიურად ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ისეთი როგორც არის ფოტოხაფანგები, დრონები, სპეციალური ტექნიკის გამოყენება და ასე შემდეგ, რამაც ძალიან კარგი შედეგი მოგვცა, ვინაიდან მუდმივად ფიზიკური ადამიანური ძალის მონიტორინგი ტყეში ძალიან რთული არის, არც ამდენი რესურსის გამოყენება ფიზიკურად შეუძლებელია ტყეში ადამიანურ რესურსს გულისხმობ და იქ სადაც ადამიანურ რესურსის ესე ვთქვათ დეფიციტი გვაქვს ან სინაკლები გვაქვს, რა თქმა უნდა ვიყენებთ დამხმარე საშუალებებად ფოტოხაფანგებს ან დრონებს, რითაც ვახდენთ არა მხოლოდ უკანონო ჭრების ასე ვთქვათ აღკვეთას და პრევენციას, არამედ იგივე ხანძარსაშიშროების საფრთხების გამოვლენას და სხვა მიმართულებით რისკებსაც ვაზრობთ. მე ვაქიხე ერთი კითხვა, ანუ თქვენ რამდენადჯერაც ვახსენეთ თქვა ეს ფაქტი ან კანონი უკანონოდ ხეთქის მოპოვება. არის თუ არა კანონიერი ხეთქის მოპოვება? და ჩემ გულში იჩეკია. რა თქმა უნდა. რა შემთხვევაა ეს? ასეთ შემთხვევაში ჩვენ საუბარი გვაქვს ჩვეულებრივ სანებართო საქმიანობაზე, როცა ეროვნულ სატყეო სააგენტოს გამოაქვს ეს ვთქვათ
საჯარო ტენდერზე ხეთყის დამზადების მიზნით კონკრეტული ტერიტორია, რომელიც მონიშნულია შესაბამისი სპეციალისტების მიერ და იქ ხდება ჭრების განხორციელება. აქ უკვე გამარჯვებული სუბიექტი იღებს მონაწილეობას ტენდერში და მზადება მერქნული რესურსი და ასევე გვაქვს მეორე შემთხვევა, როცა მოქალაქეს, რომელიც დაინტერესებულია იმით, რომ სათბობის შეშა მოიპოვოს, ბარში 7 კლუბი და მაღალმთიან რეგიონში 15 კლუბი შეუძლია, რომ უბრალოდ ბილეთი შეიძინოს ხეთყის დამზადების და ამ ნაყიდი შეძენილი ბილეთის საფუძველზე შევიდეს ტყეში და დაამზადოს საკუთარი ძალები. ოღონდ რა ტყეში თქვენ ეტყვით? რა თქმა უნდა, სპეციალურად არის მონიშნული არეალები, სადაც შეგიძლიათ რომ შეხვიდეთ, მონიშნული არის კონკრეტული ხეებიც, რომლებიც შეგიძლიათ რომ მოჭრათ და გამოზიდავთ კითხვას. ბატონო დავით, აქ ჩნდება ერთ ლოგიკური კითხვა, აი ამ კითხვის ამ პასუხის გაგრძელებათ უბრალოდ მესამე პირს ეკისრება თუ არა რაიმე ვალდებულება. მაგალითად, მინდა რომ შევიძინო სათბობის შეშა, როგორც უწოდეთ ამას, შევიძენ ვახოსგან, ვახოს უკანონოდ აქვს მოპოვებული, მაგრამ მე არ ვიცი, ან ვიცი, მაგრამ ვიყრუებ და ვითომ არ ვიცი, იმიტომ მჭირდება შეშა. არის მსგავსი რეგულირებაც ოღონდ აქ უკვე მივდივართ არა მხოლოდ უკანონო ჭრას რა თქმა უნდა ამ ადამიანს ვერ დავაბრალებთ, მან შეიძინა შესაძლოა უკანონო მოპოვებული ხეთყი. ამ შემთხვევაში ძირითადად ხდება უკანონო ტრანსპორტირება. ვინაიდან იმ პირს, რომლისგანაც თქვენ შეიძინეთ, მას არ აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია და ვერც სასაქონლო ზედნადებს ვერ გაგიწერთ სწორად და ასე შემდეგ. შესაბამისად ამ ნაწილით მიდიხართ უკვე რეგულირებაში. კიდევ თქვათ კანონიერი ხეთყის მოპოვება, ეხლა თქვენ როგორც ახსენეთ, არის ეს რამდენიმე მოცემულობა და შესაძლებლობა. აი ამის კომპენსირება როგორ ხდება უკვე მომავალში, იმიტომ რომ ეს არ არის გამოულევადი რესურსი. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ საბედნიეროდ ჩვენი ტყეები არის 98% ბუნებრივი ტყე, რაც გულისხმობს იმას, რომ განსხვავებით ევროპის სახელმწიფოების ტყეებისგან, ჩვენთან ტყეს გააჩნიათ თვით რეგენერაციის უნარი, თვითონ აღდგება. ამიტომ ხეთყი არის, ესე ვთქვათ, განახლებადი რესურსი, რომელსაც ჭრაც სჭირდება. ეს არის სანიტარული ჭრები, მოვლითი ჭრები, სამეურნეო ჭრები თუ სხვა სახის ჭრები და როცა ეს ჭრები ხდება, ამის სანაცვლოდ და ასევე იმ დეგრადირებული ფართობების სანაცვლოდ, სადაც უკანონო ჭრები იყო, ან ეროზიები განვითარდა და ასე შემდეგ, სასატყეო სააგენტო ახორციელებს მოვლა-აღდგენის ღონისძიებებს, რაც გულისხმობს როგორც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობას, ასევე ფიზიკურად ჩართვას იმ ნაწილში, რომ დავრგოთ ენერგიები და მოუვაროთ ამ ტერიტორიებს. კი ბატონო დავით, გადაცემის დასაწყისში ვახსენე, რომ ამ საკითხში აი ამ ფაქტორში, როდესაც გვინდა რომ შევაჩეროთ ეს უკანონო მოპოვება, მნიშვნელოვანი არის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. როგორ არის ჩართული და რა კუთხით ადგილობრივი მოსახლეობა და რა დოზით არის მნიშვნელოვანი მათი ცნობიერების ამაღლება და მათი როლი ამ ყველაფერში. მადლობა ამ კითხვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი საქმიანობის. ჩვენ წლიდან წლამდე გვაქვს არაერთი საინფორმაციო კამპანია და მუდმივად ვცდილობთ, რომ მოსახლეობასთან გქონდეს აქტიური კომუნიკაცია. ამაში გვეხმარება თავის მხრივ ისიც, რომ გვაქვს რეგიონალური წარმომადგენლობები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც გვეხმარებიან, რომ მოქალაქეებთან მივიტანოთ მარტივად მესიჯი საველე პირობებში და ასევე მინდა რომ თქვენ მედიას გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ მადლობა ამ თემებით აქტიურად დაინტერესებისთვის და ამ ნაწილში ვინაიდან მოქალაქეებთან გვაქვს კომუნიკაცია, ისინი აქტიურად არიან ჩართულები იმ მხრივ, რომ თუნდაც ძალიან მარტივი მაგალითი, როცა ტყეში ხანძარი ხდება რეგიონში, პირველი ვინც რეკავს, არის ადგილობრივი მაცხოვრებელი. შეიძლება ჩვენ მომეტყევი უცებესი ვერ გაიგოს, როგორც ადგილობრივმა მოქალაქემ. ასევე გვაქვს რიგი ღონისძიებები, როცა დარგვის აქციებს ვაწყობთ, როცა რაღაცა მოვლა-აღდგენის ღონისძიებები იგეგმება ამა თუ იმ რეგიონში, სულ არიან აქტიურად. განსაკუთრებით აღსანიშნავია ახალგაზრდების როლი ამ მიმართულებით, ვინაიდან ახალგაზრდები უფრო მეტად აღიქვამენ ჩვენ დასაბედნიეროდ ტყეს როგორც მათ რესურსს და მათ შემადგენელ ნაწილს და ეს ძალიან კარგია, ვინაიდან არ მხოლოდ თავის თანატოლებს, არამედ უფროსთაობასაც კი მოუწოდებენ დაიცვან ელემენტარული პირობები ტყეში. ძალიან კარგია. ერთი კითხვაც მაქვს და მე არ შეგიშლით ხელს, ის რა მაინტერესებს. აი თქვა ჩვენ ვილაპარაკეთ უკანონო ხეთყის მოპოვებაზე, განისაზღვრება რაოდენობით და სხვადასხვა კომპონენტებით მიყენებული ზარალი და შესაბამისად მე არის ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის პასუხისგება. არის თუ არა ხის ისეთი ჯიშები, რომლის ერთი ცალიც რომ მოუჭრა უკვე დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს. თქვა არის თუ არა განსაკუთრებით ისეთი ჯიშები გამოყოფილი, რომელსაც თქვა სჭირდება მოვლა პატრონობა იმაზე მეტად ვიდრე თქვა ტყის სხვა მასივს. დიახ, რა თქმა უნდა, გვაქვს რიგი სახეობები, რომლებიც დაცული არის წითელი ნუსხის შესახებ კანონით. ელემენტარული კაკალიც არის წითელი ნუსხით დასული სახეობა, ასევე
ჩვენ გვაქვს აქტიური კამპანია მაგალითად სააღდგომო პერიოდში ბზასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ძალიან სენსიტიურია, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში გქონდა გავრცელებული მავნებელი მთელ რიგ ტერიტორიებზე, რომელმაც ძალიან შეამცირა ბზის პოპულაცია, კოლხური ბზა უნიკალური სახეობა არის და ძალიან დიდი დრო და რესურსი დახარჯა სატყეო სააგენტომ და გარემოსდაცვაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რათა შეენარჩუნებინა და არ განადგურებულიყო ეს სახეობა და აღნიშნული ძალიან მტკივნეული ნაწილებზე, რა თქმა უნდა, აქაც სანქციები უფრო განსხვავებული არის. და თუნდაც ნაძვის ხეები, ხო, საახალწლო პერიოდში. ნაძვის ხეებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს პერიოდი მოდის სწორად აღნიშნეთ და ჩვენ გვექნება კიდეც დამატებით კამპანია საახალწლო ნაძვის ხეებთან დაკავშირებით. წინა საახალწლო პერიოდში ძალიან აქტიურდება ნაძვის ხის უკანონოდ მოპოვების ტენდენცია, თუმცა ბოლო წლებში შეინიშნება, რომ მთლიანად ნაძვის არ იჭრება ჭრიან ტოტებს. სამწუხაროდ მოქალაქეებს გონიათ, რომ ხის გადაჭრა ტან შუა ტანის ზემოთ ან ტოტების მოჭრა უფრო ჰუმანური, ესე ვთქვათ, საქციელია, მაგრამ რეალურად მაინც ხის ხმობას იწვევს აღნიშნული ქმედება და საბოლოო ჯამში მაინც გარემოზე მიყენებულ ზიანს. პირადად ჩემი შეფასებით, აი მაგ მიმართულებით საზოგადოებრივი დამოკიდებულება, საზოგადოებრივი აზრი პოზიტიურიც არის შეცვლილი, იმიტომ რომ აღარ არის ისეთი ბევრი შემთხვევა, ვთქვათ, იგივე კიდვების, რასაც მე უყურებდი ადრე, ვიდრე თქვათ ეხლა და ეს ძალიან კარგია. გეთახმებით, მეც მახსოვს ბავშვობაში, ასე ვთქვათ, ძალიან აქტიური იყო ცოცხალი ნაძვის მოტანა სახლში, იმიტომ რომ რაღაც ბუნებასთან სიახლოვე აღიქმებოდა თითქოს და ახლა ცოცხალს ყიდულობენ, უფრო ქოთნის ნაძვს ყიდულობენ, რაც კარგია, იმიტომ რომ მე ამრავლებენ, რა თქმა უნდა და ბრგავენ და ასე შემდეგ და ულიან ადამიანები საკუთარ ეზოში რამდენადაც შეუძლიათ. სხვათა შორის მიუხედავად იმისა, რომ მარად მწვანე მცენარედ ვიცით, საკმაოდ რთული მოსავლებია. ან მე გამიჭირდა. ორივე ვარიანტი განვიხილოთ მე რეკლამაზე. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. დავით ამინია პასუხობდა ჩვენ შეკითხვას პირდაპირ ეთერში.